რა გვინდა ჩვენ? ჩვენ გვინდა ჩვენი შემოდგენილება დაფასდეს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს სამსახურის დაწყება ნეპოტიზმისა და კორუფციის გარეშე შეგვეძლოს, ჩვენი ბიუჯეტი ჩვენ სავაკეთილდღეობასა და საჯარო სიკეთეებზე დაიხარჯოს და არა ხელისუფალთა დაუმსახურებელ პრემიებსა და ნაცნობობით მოგებულ მილიონიან ტენდერებზე. ამისათვის აუცილებელი ჰქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი და თანასწორი არჩევნებით ხელისუფლების გადარჩევის საშუალება და მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ევროკავშირი იმიტომ არ მიგვიღებს, რომ ქართული ოცნება მათ შორის ამ წინაპირობებს არ ასრულებს. ევროკავშირის მოთხოვნები ქართველი ხალხის ინტერესებს ემთხვევა. ოცნება კი ცდილობს ეს მოთხოვნები შანტაჟად შემოგვასაღოს. ევროკავშირის ზრუნავს წევრი ქვეყნების კულტურისა და ეროვნული ფასეულობების დაცვაზე. საქართველოში არაწევრ ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში ევროკავშირმა 2.5 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო მხოლოდ ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტებისათვის. სხვადასხვა დროს ევროკავშირის ქვეყნებმა და ფონდებმა დააფინანსეს ნიქოზის საეპისკოპოსო ტაძრის ომის შემდგომი რეაბილიტაცია, ალავერდის კათედრალისათვის წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრვის სამუშაოები, იკვის ტაძრის მე-12-13 საუკუნეების კედლის მხატვრობის კონსერვაცია, თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულება და ინვენტარიზაცია, გადაჭრილი გორის არქეოლოგიური სამუშაოები, პროექტი, რომელმაც საყდისში მსოფლიოში უძველესი ოქროს წარმოების კერა აღმოაჩინა, კავკასიის უძველეს ნაგებობათა აღდგენის პროექტი, ეროვნული მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და სხვა. თქვენი აზრით განაგრძობს ევროკავშირის მსგავსი პროექტების დაფინანსებას?